ავტოსპორტი ძალიან გავს რეალურ ცხოვრებას. თუ თვითგანვითარებაზე და ბევრი ფულის შოვნაზე არ ფოკუსირდი, იმაზე მალე შეგცვლიან, ვიდრე მაკლარენმა შეცვალა თავისი საბურავი ყატარში. არც მანქანებია გამონაკლისი. გუნდები წლიდან წლამდე კოლოსალურ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს დებენ იმაში, რომ შემდეგ წელს თავიანთი მანქანა განავითარონ და უშუალო კონკურენტებს აჯობონ. ხოლო მუდმივი განვითარების შეფერხება ან თუნდაც გაჩერება რას გამოიწვევს, შეგიძლიათ ჯინ ჰაას კითხოთ. 2021-ში ამერიკელების ერთადერთი განახლება რუსული დროშა რო იყო. პილოტები და გუნდები უკეთესები ხდებიან. ვითარდება ტექნოლოგიები და მანქანებიც, მაგრამ ერთადერთი რაც წლიდან წლამდე იგივე რჩება, საბოლოო ტრასებია. ახლა რომ მათ გითხრათ ფორმულა 1-ის გულშემატკივარს კითხოთ, რომელია საუკეთესო ტრეკიო, 12 განსხვავებულ პასუხს მიიღებთ. ერთი ტიპი კიდე ყურში ჩაგყვირებთ, რომ ვიათი უნდა დააბრუნონ. ძველი ფანები სუზუკას და სპასს გიპასუხებენ, ქეჟუალები და უფრო ძველები მონაკოს, ფია კიდე იმას, რომელიც ბევრ ფულს წერს. ამ ხალხს შორის ერთადერთი მსგავსება კიდევ მათი თავდაჯერებული თვალებია. ნებისმიერი ადამიანი ბოლომდე შეეცდება დაგიმტკიცოს, რომ შეუძლია მონაკოში გადასწრებების პრობლემის მოგვარება, სპას შედარებით უსაფრთხოდ გადაკეთება და მაიამიში ნამდვილი საბოლოო ტრეკის აშენება. ხაშორიო, უბრალოდ დაუმატე წყალი. იდეალური ტრეკის ცნება კიდევ ყველა პერსპექტივას თავისი აქვს. შეიძლება მრბოლელმა უდიდესი სიამოვნება ისეთ ადგილას რბოლით მიიღოს, რომელიც ტრანსილებისას საერთოდ უსიცოცხლო იქნება. ან შეიძლება მხოლოდ 800 ევროს გადახდის მერე იყო ბედნიერი, შენი იდეალური ადგილით. ღობის უკან. იდეალური ტრეკის მითი ძალიან დიდი ხანია არსებობს. თითქმის 100-ლიან სპორტში ხომ უნდა არსებობდეს ისეთი ერთი ადგილი, რომელიც გადასწრებებით ისეთი დახუნძლული იქნება, როგორც ინტერლაგოსი, ისეთი ისტორიული, როგორც მონაკო, ისეთი სანახაობრივი, როგორც ტეხასი და მომგებიანი, როგორც ვეგასი. ყოველწლიურად FIA-ს კარზე უამრავი ქვეყანა აკაკუნებს. იმ წინადადებით, რომ უნდა დაჰოსტონ ფორმულას რბოლა, რომელიც აქამდე არავის არ უნახავს. გონებაში კიდევ მარტო ის უტრიალებთ, როგორ დააშურონ მეზობლები, იშოვონ ბევრი ფული და თავიანთ ხალხს ლუის ჰამილტონი ანახონ. შედეგად კიდევ ვიღებთ ფრანკენშტეინ ტრასებს, საჩხერის წრიულის მსგავს ჰერპინებს, შიკანებს და თუ მოწვიმა ერთვარ გადასწრებასაც. მოდით მაგალითად ავიღოთ მონაკო, სადაც რბოლა 50-იანი წლებიდან ტარდება. უკმაყოფილო ხალხი კიდევ ყოველ სესიაზე წუწურად იღვრება, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია. მაყურებლის უპატივცემულობაა. ეს როგორ შეიძლება? მაგრამ როგორც კი მცირედი ტრეკის მოდიფიცირების იდეა შესთავაზებ, მაშინვე ჩანგლით გამოგეკიდება. დღემდე ძალიან მეკვირს ფორმულა 1 საქართველოში უფრო პოპულარული რატო არაა. მონაკო გვაქვს, მონაკოს ვუყურებთ. დაქვია სპა, რომელიც ნებისმიერი მრბოლელისთვის იდეალური ტრეკია. სწრაფი და ნელი მოსახვევები, ამაღლება. ყველაფერი იდეალურია იქამდე სანამ შრალია. მერე არ ბოლა აღარ გვაქვს, ან მარტო სადაზღვევო კომპანიები ეჯიბრებიან ერთმანეთს. ბოლო პერიოდში პრინციპში მშრალ პირობებშიც დაკარგა ხალის. როგორ შეიძლება მონცა და სიჩქარის ტაძარი არ ვახსენო? ისტორიულად ეს ადგილი ფორმულა 1-თან ასოცირდება. უბრალოდ დღეს მართლა სახელი, პირველი მოსახვევი და DRS-ის მატარებელია დარჩენილი. რბოლის ხარისხის გაფუჭებაში მთავარი წვლილი ჭუჭყიან ჰაერს მიუძღვის. თანამედროვე ფორმულა 1-ის მანქანები ჩვეულებრივი თვითმფრინავები არიან. ოღონდ ამოტრიალებული. მანქანა მიდის, ხოლო შემხვედ ჰაერს ტრასის ზედაპირზე დასაგრავად იყენებს. 300 კმ/სთ გადაადგილებისას მოჭიდების დაკარგვა კიდევ ალბათ უკანასკნელი რაღაცა, რაც შეიძლება ადამიანმა ინადრო. წინა მანქანიდან გამოტყორცნილი ჰაერი კიდევ უფრო მძიმე, ცხელი და არაპროგნოზირებადია. აი, ზუსტად იგივეს განიცდიან პილოტები, რასაც თვითმფრინავები ტურბულენტურ ჰაერში ფრენისას. სწორედ ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ მიყვებიან რბოლელები წინა მანქანას ახლო მანძილზე. ახლოს თუ ვერ გაყევი კიდე რანაირად უნდა გადაასწრო. ეს ყველაფერი კი იმ კომპლექსურმა აეროდინამიულმა დეტალებმა და მძიმე ბოლიდებმა გამოიწვია, რაც ფორმულა 1-მა 100 წიხლით შემოგტენა. ნახი რა მაგარია ხა ნახი რა ქნასო. უსაფრთხოება ავტოსპორტში ყველაზე მთავარი დეტალია. ყველანაირ მტრობას, რეგულაციას, ლივერის ფერს და სპონსორს აზრი ეკარგება, მაშინ როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. იყო დრო, როდესაც ფორმულა 1 ჩვეულებრივი რუსული რულეტკა იყო. მაისურებიანი პილოტები და ჩაფხუდები, რომელშიც დღევანდელი თავმოყარი ადამიანი კიტრი პამიდრის სალაცას არ დაჭრის. ტრეკებზე ბარიერები კიდევ ბეტონით ან თივით იყო შემოსაზღვრული. პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო უსაფრთხო ხდება ტრეკი, მით უფრო კარგავთ სანახაობას. ადრე სუზუკაზე სამუხრუჭე წერტილი რო გაგემაზა, იქვე შენი სახელობის წყაროს დადგავდე. ტრადიციულ ტრასებზე ხრეში ხაფანგები კიდევ საკმაოდ ხშირია. უმეტეს შემთხვევაში კარგიც, რადგან უკონტროლოდ გასროლილი ბოლიც აჩერებს. მაგრამ ვაიდა შემთხვევით ცუდი კუთხით შევარდი, ჩვეულებრივ ჯოჯოხეთად იქცევა. ასე მაგალითად 99-ში შუმახერმა სილვერსტოუნზე სამუხრუჭე წერტილს ააცილა. საბურავი დაბლოკა, ხრეში შევარდა და მერე ფეხიც მოიტეხა. ეს პრობლემა არც ერთ პილოტს პოლრიკარზე არ დაემართებოდა. კაი ხო, მოვიდა. მაგრამ ის ცოტა სხვანაირი იყო. მაგრამ გინახავთ ადამიანი, რომელიც იგივე ახტაცებით ეოდება სილვერსტოუნს და პოლრიკარს? ყაილდაში დამატებულ ახალ ტრეკებზე უსაფრთხოების ნორმები იმაზე მეტადაა დაცული ვიდრე ძველებზე. ამით რასაკვირველია, FIA თავს იწვევს გაუთვალისწინებელი პრობლემისგან. აბუ-დაბიში იასმარინას ტრასაზე ფარგლებიდან თუ გადავარდი, შეგიძლია 3-მდე დაითვალო და უკან ჩვეულებრივად დაბრუნდე. მაგრამ ყველაფერს თავისი მინუსი აქვს. თუ პილოტს ხრესთან ბალახს არ დაუგებს, სწრაფ მოსახვევთან ისე გადაჭრის, წარმოდგენას რო შეუძლებელი
შეუძლებელია. 2023-ში ავსტრიის გრან-პრიზე სტიუარდებს 1300-ზე მეტი ტრასის დარღვევის რეპორტი მიუვიდათ. დღეს უსაფრთხოების დასაცავად ტრასებს უდიდესი კუნძულები აქვთ, რომლებიც ბარიერთან კონტაქტს თითქმის შეუძლებელს ხდის. ხოლო მოსახვევის გვერდით მოხრეშილი ზოლი მრბოლელებს ხელს უშლის საშიში მანევრის შესრულებაში. იყო დრო პილოტებს ღმერთის და ხრეშის ეშინოდათ. ეს კიდე ახალი რეგულაციების. მაგრამ ხო შეიძლება მანქანა გუნდმა იდეალურად შექმნას. დავივიწყოთ ჭუჭყიანი ჰაერი განსხვავება სისწრაფეში. თუ ტრეკი საკმარისად განიერი არაა, ფიზიკურად შეუძლებელი ხდება პოზიციის მოგება. ზუსტად ამიტომ გვყვარს ინტერლაგოსი. გეომეტრიის შედევრია ეს ტრასა. ძალიან განიერი გზა და ამაღლების ცვლილება ნებისმიერ პილოტს შეტევის შესაძლებლობას აძლევს. ტრასაზე არ არსებობს ერთი კონკრეტული სწრაფი სარბოლო ხაზი. პირველ მოსახვევსა და სენას ესებში ისევე შეუძლია მრბოლელს გარედან მოწინააღმდეგეზე შემოვლა, როგორც შიდა ტრაექტორიაზე დაიბომბის გაკეთება. საბრძოლო მეორე სექტორი და სტარტ-ფინიშის გრძელი მონაკვეთი. რომელი ტრასის რომელი მონაკვეთი იძლევა ასეთი რბოლის საშუალებას? ახლა კიდევ სინგაპურს შევხედოთ. 90 გრადუსიანი მოსახვეები, მოკლე და ვიწრო სწორი მონაკვეთები. გადასტრების ერთადერთი გზა შიდა ტრაექტორიაზე მოწინააღმდეგესთან ჩახტომაა. ეგეს თუ ჩაკედა კიდევ ერთადერთი იმედი მისი ავარია ღარჩება. დღევანდელი ბოლიდები გაბარიტებით დაახლოებით Ford F150-ის ზომისაა. გინახავთ ორი რაპტორი ერთად მონაკოს ქუჩებში? არა. ორი ფორმულა 1-ის მანქანა? არც ეგ. თუ ტრასას რამოდენიმე აპექსი და გარე ტრაექტორიიდან მოვლის შესაძლებლობა არ აქვს, ეს ტრეკი არა. ეს ჩვეულებრივი მეტროს ხაზია. ხოლო თუ მხოლოდ ერთი სწორი ტრაექტორია არსებობს, ლოგიკურია რომ ყველა ამას გაყვება. ძალიან ხშირად სწრაფი ტრეკი და გადასტრება გულშემატკივრებს ერთმანეთში ერევათ. არა და ლოგიკურია, ხო? მეტია სიჩქარე, მეტია სპლისტრიმის ეფექტი და მეტი უნდა იყოს გადასტრებაც, ხო? არა. საშუალოზე მაღალი სისწრაფის ტრეკებზე გადასტრება კატასტროფულად რთულია. მონცა დღევანდელ კალენდარში საშუალო სიჩქარით პირველია, მაგრამ ერთადერთი გადასტრების გზა საბურავების კოლოსალური სხვაობა ან მოწინააღმდეგის დაშვებული შეცდომაა. როდესაც მანქანა საშუალოდ 260 კმ/სთ-ით გადაადგილდება, ერთადერთი რაც ამ მომენტში ბოლიდს მიწასთან აკრავს არის აეროდინამიური მოჭიდება. ხოლო წინა მანქანიდან წამოსულმა ტურბულენტურმა ჰაერმა მცირედადაც რომ მიმოქმედოს მდევარზე, კედლიდან გამოსაძრობი გახდება. ოდნავ გაზის პედლიდან ფეხის აშვება კიდევ ისე ჩამოარჩენს ლიდერთან, რბოლას აზრიც დაეკარგება. სწრაფ ტრასებზე კიდევ ამ ყველაფრის დასაკომპენსირებლად გრძელი სწორი მონაკვეთების მერე ყოველთვის ნელი მოსახვეებია. ბაჰრეინში თითქმის შეუძლებელია გადასტრება, მაგრამ სწორედ ამიტომ არის პირველი სექტორის ორი სწორი მონაკვეთი ნელი და საშუალო მოსახვეებით დაბოლოებული. თავიდან ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული უქმეებია. მაგრამ არასდროს მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს. თუნდაც 2021-ის მაქსი ლუისის ომის დასაწყისზე. იქვე 22-ის უშეღავათო ბრძოლა. რა და ბაჰრეინს იმედი არასდროს გაუცრუებია. ტრადიციას არც ახლა დავარღვევ და ჩვენი საყვარელი სპორტის მთავარ ნაწილს ამ ვიდეოში ჩავტენი. იმიტომ რომ მის გარეშე ფიზიკურად არაფერი კეთდება. უმაღლესი კლასის საბოლოო ტრეკის აშენება ჩვეულებრივი თვითმკვლელობის ტოლფასია. წარმოიდგინეთ, აშენებ ძალიან დიდ რაღაცას, იხდით ძალიან ბევრ ფულს და ერთ რბოლას მასპინძლობ. ამის მერე კი ერთადერთი საფიქრალი ის გაქვს, რომ შემდეგ წლამდე როგორმე 50 მილიონი იშოვო, რომ ისევ ჩამოიყვანო ეს ხალხი. ზუსტად ამ პრობლემის წინაშეა ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ტრასა მსოფლიოში. სპა ყოველწლიურად თითო სეზონით ახალგაზრდობდა კონტრაქტს ფორმულა 1-თან. დამეთანხმებით საერთოდ არა მარტივი 22 მილიონის გადახდა, როცა ტრასა ხარ. მაგრამ იცით რა არის უფრო მარტივი და რას მოაქვს ბევრი ფული? საქალაქო ტრასებს. აიღე ცენტრალური გამზირი, გადაკეტე, ააფხიკე ზოლები და ეგა. ზუსტად ასე იგზავა ბატონი ილჰამ ალიევი 2016 წლიდან. საერთოდ არავის აინტერესებს რბოლა როგორი გამოვა. წავიდა 57 მილიონი. გაჯიბა, წამოვიდა. ქვეყანაში ყველა ბედნიერია, სამეზობლო დაბოღმილი. საინტერესო ბიზნეს გეგმაა ნამდვილად. იმდენადაც რომ ამერიკელმა ძმებმა აიღეს და გაჯიბეს და მაიამიში ზუსტად იგივე გააკეთეს. და ბილეთს კოლოსალური თანხა დაადეს. საბოლოო პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, ეს ტრასები შედარებით პრობლემატურია. უსიცოცხლო უცნაური 90 გრადუსიანი მოსახვეები და ზედმეტი სიფრთხილე. ზუსტად ის უდიდესი აღმართ-დაღმართები აძლევს ბელგიას და ტეხასს იმ ემოციას, რასაც ხშირად პილოტებიც ვერ მალავენ. რაც უფრო მეტი ადამიანია პროცესში ჩართული, მით უფრო რთული ხდება ყველას გემოვნებაში ჩაჯდომა. პილოტები ჩვეულებრივი ათლეტები არიან. ეს ხალხი დღეს და ღამეს ასწორებს იმაში, რომ ფიზიკურად და მენტალურად მოემზადონ. მოწინააღმდეგეებს აჯობოთ და რაც საკურველია პროცესით სიამოვნება მიიღონ. შარლ ლეკლერი იმისთვის ვარჯიშობს, რომ სუზუკაზე 130-ში თავი არ მოძრეს. გაზის პედლიდან შემთხვევით ფეხი არ აიღოს და რბოლის დროს შუაში არ გატყდეს. ამ ხალხს უბრალოდ ისეთი ადგილი სჭირდება, სადაც თავიანთ ბოლიდებთან ერთად სხვებს შეებრძოლებიან. მეორე მხარეს კიდევ ჩვენ ვდგავართ. გულშემატკივრები, რომლებსაც სანახაობა გვაინტერესებს. ჩვენ გვყვარს კანადის ჩემპიონების კედელი, თავდაყირა დატრიალებული რბოლები, გარდამავალი ამინდები და რაც ყველაზე მთავარია, საბოლოო ხასიათზე მყოფი რბოლები. რანაირად უნდა აუხსნა უცხო ადამიანს, რა გრძნობა დამეუფლა 2022-ში კევინ მაგნუსენმა ჰაასით პოული რო აიღო. ჩვენ ორზე ზემოთ კიდევ უფრო ჯუჯღუნა ბიძიები დგანან, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ვის, რა და როგორ მოსწონს. ფიას უნდა წყნარი და უსაფრთხო რბოლები. სამედიცინო მანქანა 30 წამში რომ მიდიოდეს ავარიის ადგილას და საბურავების გროვამ 300-ით გამოვარდილი მანქანა რომ შთანთქოს. და კიდე ის, ყოველ 4 სიტყვაში ეკომეგობული საწვავი რო ახსენონ. რაც საკვირველია ვერცერთს ვერ გავამყუნებ. უმეტეს შემთხვევაში მართლა გულშემატკივრები ვახურებ. რანაირად უნდა მოთხოვოთ ერთ ასფალტის ნაგლეჯს,
მოიგეს ერთდროულად ყველაზე სწრაფი ივენთის ჩატარება, უმაღლესი ტექნოლოგიის ლაბორატორიობა, გლამურული ფეშენ შოუ, ბიზნესმენების მასპინძლობა და უსაფრთხოების ეტალონობა. არასდროს მოითხოვოთ ბრაის მიჩელისგან ადეკვატური კომენტარი, სოფობედიას ფრისგან ხუმრობა და მონაკოსგან გადასწრება. იდეალური ტრეკი არ არსებობს, იმიტომ რომ თვითონ სპორტი არაა იდეალური. ან გიყვართ და ეგუებით, ან არა და მიდიხართ. გზაზე კიდე გითხარით ინტერლაგოშია ფართეთქო. მაგრამ სანამ წახვალთ, შუბლზე მაინც გაკოცებთ და მეც წავალ დეიტონას ყურებას გავაგრძელებ. აბა ჰეთ, აბა ჰოთ.